რომელი აუდიო სისტემა ჯობია? ცენტრალიზებული თუ ზონალური? დღეს ვისაუბრებთ ამ ორივე სისტემის ნაკლოვანებებზე და უპირატესობებზე. ცენტრალიზებული სისტემა რამდენადაც ხარისხიანად არ უნდა გამოიყურებოდეს, აქვს გარკვეული არეალი, ანუ გაშლის კუთხე, სადაც ის მუშაობს და ჩვენ ვერ შევძლებთ სხვადასხვა ოთახებში გადავანაწილოთ იგივე დონეზე ხმა, რადგან ის არის ერთ ადგილას მოთავსებული, ხოლო ზონალური სისტემა შეგვიძლია დავაინსტალიროთ სხვადასხვა ოთახებში, რასაც აკეთებს პროელექტრონიქსი და ამ ინსტალაციების დროს შესაძლებლობა აქვს მომხმარებლებს, რომ ყველა ოთახში სათითაოდ აკონტროლოს ხმა, როგორიც არის VIP ოთახი, სხვადასხვა დარბაზები, ასევე საპირფარეშოები და ასე შემდეგ. მაგალითისათვის ავიღოთ დარბაზი, სადაც ხმაურის დონე არის შედარებით უფრო მაღალი, რადგან ხალხი საუბრობს, ხოლო საპირფარეშოებში არის სიწყნარე. ამისათვის საჭიროა, რომ დაუწიოთ იმ ზონას, სადაც არის სიწყნარე, ხოლო ცოტა მაღალ ხმაზე ვამუშაოთ ის ზონა, რომელიც არის ხალხმრავალი და არის უფრო მეტი ხმაურის დონე. ხოლო რაც შეეხება ინსტალაციას, როდესაც უკვე დასრულებული არის რემონტი და ანუ რემონტის ფაზაში არ იმყოფება რესტორანი, მისი ინსტალაცია გარკვეულწილად უფრო რთულია, თუმცა პროელექტრონიკს გააჩნია დიდი გამოცდილება დიდი პროექტებიდან, რაც უკვე გადავეცეთ ჩვენს ახლად მოსულ თანამშრომლებს და ჩვენ გაკეთებული ინსტალაციის დროს ვცდილობთ კაბელები მაქსიმალურად იყოს დაფარული, როგორც გიფსოკარდონში, ასევე სხვადასხვა ტიპის საკაბელო არხებში, როგორიც არის პლასმასის საკაბელო არხი, გოფრირებული მილი თუ სხვა და ამ ყველაფერთან ერთად საბოლოო ჯამში მიიღწევა ისეთი რეზულტატი, როგორიც არის ცენტრალიზებული მხოლოდ აუდიო გამაძლიერებლების სისტემა, საიდანაც მომხმარებელს აქვს საშუალება გარდა იმისა, რომ აკონტროლოს ხმის დონე, ასევე შეცვალოს წყარო ნებისმიერ ზონაზე, შესაძლებელია ამ ხმის კონტროლის გადმოტანა ასევე კედელზე, კედლის მარეგულირებლის საშუალებით და ამ ყველაფრის არჩევაში დაგეხმარებათ პროელექტრონიქსის ვებგვერდი, შეგიძლიათ მოგმართოთ საიტის მეშვეობით, ასევე მოგწეროთ სოციალურ გვერდებში და თქვენი სივრცე აიყვანოთ უფრო მაღალ დონეზე აუდიო მიმართულებით, რაც კომპლექსურად საბოლოო ჯამში უფრო მაღალ დონეზე აწევს თქვენ ბიზნესს.